გამშვიდობისა. დღეს არის 8 დეკემბერი და გადავწყვიტე რომ მოკლედ გადავივა ვლოგი მიუხედავად იმისა რომ დიდად არაფრის განწყობა არ მაქვს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ვიფიქრე რომ ეს ვლოგები პირველ რიგში არის ჩემი თავისთვის და მინდა რომ წლების მერე როცა ჩავრთავ ვიდეოებს გავიხსენო ის კარგი რაღაცაები რაც ხდებოდა ყოველდღიურად. ახლა მოკლედ 10 დღეში მივფრინავთ და იქამდე მინდოდა რომ მაქსიმალურად შემეგრძნო სახელმწიფო განწყობა ნიუ-იორკში და დღეს გადავწყვიტეთ რომ წავიდეთ ნაძვისხესთან, როკფელერის ნაძვისხესთან, ანუ მთავარი ნაძვისხე რომელიც არის მანჰეტენზე. დაახლოებით დღეს არის 5 დღის წინ 3-ში ანდეს თუ სწორად მახსოვს და სახლში ვიყავით უყურებთ, იმიტომ რომ სიგიჟე ხდება ხოლმე მაგ დროს ანუ ახლოსაც ვერ მიხვალ აი რა ვიცი საათობით წინა ღამით იწყებენ ხოლმე რიგში თქომას და ამ პერსევიაც ვიათ რომ არ წავიდნენ და არ დაკარგონ თავისი ადგილი და ესე სიგიჟე ხდება ხოლმე მოგეთ მაგ დროს ცხადია ვერ წავიდოდით დღესაც კვირაა და დიდად არ გვინდოდა მაინც და მაინც შავით კვირას წასვლა მაგრამ შემდეგი კვირა ძალიან დაკავებული მაქვს თითქმის ყოველდღე რაღაცაები ხდება და ამიტომ ვერ მოვახერხებთ მოკლედ შემდეგ კვირაში წასვლას. ახლა არის უკვე ფინალურების პერიოდი ორშაბათს პირველი პრეზენტაცია მაქვს ფინალური და მოკლედ მაგის დრო აღარ გვექნება და ამიტომ დღეს არის ბოლო შანსი ფაქტიურად. ასევე დაბადების დღეზე მეჩვეს ახალი ტელეფონი და უკვე მოკლედ ახალი ტელეფონით ვიღებ ამ ვიდეოს. ეს არის პირველი ვიდეო რომელსაც ვიღებ ახალი ტელეფონით, ასევე ახალი ტრაიპოდით და მოკლედ გამიზიარეთ კომენტარებში თუ იგრძნობა სხვაობა. აქამდე ვიღებდით 13 პროთი და დღეს ვიღებ 16 პროთი. ამიტომ საკმაოდ დიდი სხვაობა უნდა იყოს წესის ზარებით კამერის ხარისხში და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ ქვეითის გამოწერა, რადგან ეს პერიოდი ჩავარდა და დიდი ხანია ვიდეო არ დამიდია, ვფიქრობ რომ YouTube-ის ალგორითმი შეიძლება გამიბრასდეს და აღარ მოგიგვდათ ხოლმე ვიდეოების ხშირად, ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ გვერდი და კომენტარებიც აუცილებლად დამიტოვეთ და შემდეგ ვიდეოებში მოკლედ ესეთი რაღაც მოვიფიქრე. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი იუთუბერი არის ზოელა, არ ვიცი იცით თუ არა ზოისაკი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი იუთუბერი. ზოელას ვლოგებში არის ხოლმე ესეთი რაღაცა, რომ ყოველთვის, ანუ წინა ვიდეოს კომენტარებში დაწერილ კითხვებს პასუხობს ხოლმე. რამე საინტერესო კითხვები რაც გექნებათ ნებისმიერი შეგიძლიათ დამიკომენტაროთ და შემდეგ ვიდეოში ვუპასუხებ. მეთქობა რომ ძალიან დიდი ხანია ვლოგი არ გადამიგიღია, იმიტომ რომ იმდენს ლაპარაკობ უკვე ალბათ 1-10 წუთის ვიდეო უკვე გამზადებული მაქვს ვლოგში ჩასასმელად. მოგწას? საერთოდ აბა გვანახე შენი კუნთები. Wow. Jesus, babe. Mogę wrócić szło obszczole. Gdzie ciebie? ავედით ნაძვისხის სანახავად. გუტენბერგშიც გვაქვს ნაძვისხე. ეს არის ბრაიანის პარკი და
სახალხო სოფელი არის გაკეთებული უბრალოდ იმდენი ხალხი ახლა ყოველთვის ვერაფერს ვერ ნახულობ და გადავსებული არის სულ და უკეთიდან არ მომეწონა შარშან ვიყავით და წელს როგორც ვნახე უარესი ამბავი ხდება ამიტომ არ შევალთ და მივიდეთ წავით ნეცისთან როკფელერის ცენტრში Шашин дენი ხალხია რომ წლის დავდივართ. უკან Empire State Building-ი ჩანს. სიგიჟე არის, მე ხალხი არის რომ ლავსოფობია დამემართა. ეს მაღაზია არის სათამაშოების მაღაზია, რომელზეც არის დაფუძნებული Home Alone-ში მეორე ნაწილში რომ მიდის კევინი საყიდლად რაღაცეების. ერთსაირი არ არის ყოველ წელს. რაღაცა არის რა? კი, ანუ მორცლობა ერთსა იგივეა, მაგრამ თვითონ ნაძვი სხვადასხვა. როგორ შეგვიძლია? შარშანაკ იყო რაღაცა lights installation და show იყო ხოლმე ყოველ 15 წუთში, მაგრამ წელს აღარ არის არა და უწყლებია უკვე ტრადიცია არის რომ ეს მაღაზია აკეთებს ხოლმე მაგ shows და ეს ცელიაბები იყო მე მაგაზა ეს ლამაზი კადრია. არ ვიცი, მაგრამ ძალიან ლამაზი კია. შარშანაკ ფანჯრებში იყო რაღაცა სცენები დადგმული და სათამაშოები და წელს მარტო ტანსაცმელია. არ ვიცი რა ხდება. აბა რა სიტყვი? მაგათანა ხე. გაუგიზდი პირველად ნახე. სარჩენჯობდა თუ წელს? მე შარშან უფრო მომეწონა. არ ვიცი რატო. NBA-ის მაღაზიაში შემოვედით. ნიუ-იორკში ჩამოვედით. პირველი შენაძენი რაც ნიკამ გააკეთა იყო ბოტასები იყიდა NBA-ის მაღაზიაში. კალათბურთის ბოტასები. რაღაც. ანუ უცებ 7-იანი დავინახე და მე მეგონა რომ $700 ერევდა და მაგრამ ისაც 229 ამბავია. გოგას მაიგა? Orlando-ში? დღეს ჩემს მეგობრებს მივყავარ დინერზე დაბადების დღის აღსანიშნავად, იმიტომ რომ ჩემს დაბადების დღეზე აქ არ ვიქნები და წავედით. მოკლედ, შეგინარმაცია შავი ყელიანი სვიტრი და ესეთი ქვედა ბოლო და ჭექმები. ხელთათმანები წამოვიღე, წესით ისე ძალიან არ ყინავს, მაგრამ მე მგონი მაინც წანაშემცირდება, იმიტომ რომ მხოლოდ კოლტიმაცია ფეხზე. წავედით, მაგრამ სამწუხაროდ ავტობუსი აგვიანებს მე მგონი, იმიტომ რომ გაფუჭდა. უი, წვიმს. Had to go to church.
beyond the shore. A quick little taste of the show, then you can get back to your meals. This is fun. I always wanted to do dinner theater. Who here ordered their steak medium rare? Raise your hand. Great! The rest of you can leave. Let's hear it for Andrew Resnick on the keys! I'm surprised we don't, but this is a huge speed. Oh, I'm so sorry. No, it's perfect. It's perfect, actually. It's exactly what I needed. მშვიდობისა. ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა გუშინ. ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავი და არ ვიცი ვიდეოში იცანის თუ არა, მაგრამ სრულიად შემთხვევით ჩვენს დინერზე აღმოჩნდა ჯონათან გროფი და შოკში ვიყავით ყველა. ერთადერთი მაგი დავიყავით მთელს რესტორანში, რომელმაც არ იცოდა რა ხდებოდა და თავიდან ვერ ვიცანი საერთოდ ვინ იყო. ვინც არის ჯონათან გროფი არის მსახიობის მომღერალი, რომელიც იყო ესეთ სერიალი იყო და იქ თამაშობდა, ასევე Mindhunters არის ძალიან საინტერესო სერიალი Netflix-ზე, სადაც ასევე მთავარ როლს თამაშობს. არის Hamilton-ის Broadway-ის production-ში იყო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი პირველ cast-ში. ასევე Frozen-ში არის კრისტოფის გამხმოვანებელი, ანუ ანას შეყვარებულის და მოკლედ ძალიან შოკში ვიყავით ესეთი ცნობილი ადამიანი, რომ აღმოჩნდა ჩვენს დინერზე და ძალიან გამიმართლა. ეს მივდივართ Dyker Heights-ში. რომელიც არის უბანი ბრუკლინში, სადაც ძალიან ლამაზად რთავენ ხოლმე სახლებს საახალწლოდ. ეს დაამატებდით. საათი და 20 წუთი უნდა ვიყოთ გზაში. და $1.40 ჩდება მარტო გზის გადასახადები. ეგრეთ წოდებული თოლები. გამარაუშავს ღირს. ისე შარშანაც ამ დროს ვიყავით და იყო ხო კარგად განათებული უკვე ყველაფერი. ადრე ხო არ არის მაგას ვფიქრობ. აღარ პრინციპში საქართველოში არის რომ 25 დეკემბერს გამხომენ ადრეს ხესანა წინა დღეს და აქ უბრალოდ ადრე ემზადებიან. რაღაც მე მგონი შარშან უფრო ამაზი იყო. ან ვერ ვიპოვეთ ესეთი სახლები.
ჯერჯერობით. ხო. ძალიან ცივა. ანუ გავიყინე. Jesus. დინამიკები აქ. ან მიხრილია ხარა? კი. ესახსნა. რამდენი ხალხი დგას? პოლის ბებოდა პაპა. ხო, იქაც წარწერაც აქვს, ნახე. ეხა როგორც გააკეთე ისე რა იყოს. რაღაცა ძალიან ბევრი ეს რა არის. ხედავ? რამხელა თოვლის ბომბის თავი არის შეხედა. ანუ იმავე დაყრილია просто. რამდენი მაკრატონები ყავს? რაღაცას ყიდის იქ, ნახე. შენს უენოში. რა მოთხოვა არაფერი ისეთი ჩაოლები. რა ლამაზი. ეს სურათები გამოდის ალბათ ლამაზი და იქნება. Heights lights. Maybe some draft accommodation. I love the beach here. Summer here. ტურებით დადიან. გიდები ყავს და მეყავთ ყველაზე ლამაზ სახლებთან. რაც უნდა ტური არ ვიცი, უბრალოდ 5 ქუჩა არის ალბათ, სადაც ესე არის მორთული სახლები. წინაზე რომ ვიყავით, მაშინაც ძალიან ციოდა. ესე მახსოვს, რომ გავიყინეთ და ვერ დავდიოდით. მაგრამ მაშინ თან თბილი გამიცოდა დღეს პალტო ჩავიჩი, იმიტომ რომ ფიქრი ასეც რომ ვთავთ ხოლმე ის მინდა პაკიას გასაბერი გუჭია ესაგას რატო არ ქრეჯია იმასა ფისა მაგრამ არ ქაქია მოხსნას ბერნარდი თუ რაღაც ნახარჩები number 1 fan. ოპერატორიც იქნება თუ გინდა. ნეთიქის. მადლობა რომ მიყურეთ. არ დაგავიწყეთ რომ გამოიწერეთ ჩემი არხი და შეხვედრამდე.